ახალი მოწმე ზურა ჟვანიას გარდაცვალების საქმეში. ის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელია, რომელმაც საბურთალოს ქუჩაზე დამონტაჟებული გაზის ღუმელი პირველმა შეამოწმა. 7 წლის შემდეგ ექსპერტი პირველად ამბობს, რომ ღუმელს მომწამლავი ცეოს კვალი არ ეტყობოდა. ბიუროს თანამშრომლით სავარაუდოდ პროკურატურა დაინტერესდება, რომელმაც ყოფილი პრემიერის საქმის ხელახალი გამოძიება უკვე დაიწყო. გამომძიებლებმა დაკითხეს დეპუტატი გოგლა ჟვანია, ოჯახის მტკიცებით ჟვანია მოკლულია. გარდაცვალების ინსცენირებაში კი პრეზიდენტის დავალებით ადეიშვილი და მერაბიშვილი მონაწილეობდნენ. გამოძიება 7 წლის შემდეგ მალხაზ ჭკადუა მუშაობს თემაზე დაისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთობა. მალხაზ პირველ რიგში ყველაზე საინტერესოა, რას ამბობს ექსპერტიზის ბიუროს ყოფილი თანამშრომელი, რომელსაც შენ დღეს შეხვდი. ნუგზარ ბელქანი აცხადებს, რომ მას შემდეგ სთხოვეს იმ გაზის გამოთმობლის შემოწმება, რაც ეს გამოთმობელი აღმოჩნდა სამხარაულის სახელობის მაშინდელ ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში. ის ამბობს, რომ კვალი იმისა, რომ გარკვეული წვა ყოფილიყო ჟანგბადის გარეშე გაზის ნამდვილად არ ემჩნეოდა გამოთმობელს, იმდენად რამდენადაც მისი დაკვირვები და ზოგადად ასეც ხდებაო, ამბობს ეს ადამიანი, რომ როდესაც არ აქვს ამა თუ იმ გამოთმობელს ჟანგბადის საჭირო რაოდენობა და როცა მარტო გაზი იწვის, აუცილებლად გამოიყოფა მომწამლული ნივთიერება, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით გახდა ზურაბ ჟვანიას და მისი თანხმდები პირის დაღუპვის მიზეზი. ნუგზარ ბელქანი აცხადებს იმას, რომ წლების განმავლობაში ამასთან მხოლოდ თანამშრომლებთან საუბრობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაიწყო გარკვეული პოლიტიკური პროცესები, კონკრეტულად კი გამოჩნდა პოლიტიკურ არენაზე ბიზნა ივანიშვილი, მან ამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია გოგლა ჟვანიას. შესაძლოა სწორედ ამ დეტალებზე საუბრობდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და გოგლა ჟვანია გუშინ გვიან ღამემდე პროკურატურის მთავარ შენობაში. გაზის გამოთმობლების შემოწმებები ბიუროში მივაკეთებთ, მაგრამ შემოწმებისას ყოველთვის იყო, თქვა, თუ გაზი იწვის ჟანგბადის გარეშე, ის აუცილებლად თოვებს მის კვალს. ამდაგვარი იმ პერიოდისთვის არ დამიფიქსირებია. ავედი და უთხარი, მაშინ უცბა და ასეთი მდგომარეობა, თქვა და კარგია მითხრა და გავედი მე იქიდან. იმის შემდეგ სხვათა შორის დიდხანს იმყოფებოდა ეს იქ იყო ფლიგელი, სხვათა შორის ფლიგელი ერთი ოთახიდან მეორე ოთახში გადადიოდა გაზის გამოთმობელი და მე რა ბედი ეწია ამ გაზის გამოთმობელს, დღეს ეს ჩემთვის უცნობია. თამთა როგორც გითხარით, შესაძლოა სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ახალი გარემოება, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით გაჩნდა საქმის მასალებში. კონკრეტულად კი არც გოგლა ჟვანია აკონკრეტებს და არც პროკურატურა საქმის მასალებიდან და გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე იმ ახალ გარემოებებს ჩვენ უბრალოდ ვიცით ის, რაც გააცხადა ზურაბ ჟვანიას ოჯახმა, ის რომ ოჯახი დაინტერესებული არის ამ საქმის ბოლომდე გამოძიებით და ასევე თუ წლების განმავლობაში მხოლოდ ოჯახი იყო ამით დაინტერესებული, უკვე არსებობს პოლიტიკური ნება და როგორც ჩანს სამართლებრივი საფუძველის იმისა, რომ იუსტიციის სამინისტრო და მთავარი პროკურატურა ბოლომდე ჩაეძიოს ამ საქმეს. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრებისა და ამჟამინდელი იუსტიციის მინისტრის კომენტარები. ჩვენი ოჯახი აქტიურად ვაკეთებთ პროკურატურასთან თანამშრომლობას, ბუნებრივია ამ საკითხზე, იმიტომ რომ ნამდვილად ვიცით, რომ პროკურატურისთვის ამ საქმის გამოძიება და გახსნა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი. ჩემი ვერსია ერთხელ ჩვენ ოჯახს საერთოდ ერთხელ გაგვიჟღერებია, რომ ეს იყო მკვლელობა. რაც შეეხება ახლა ცალკეულ დეტალებს, ამ ყველას დეტალს შეისწავლის გამოძიება და თავისებურ პასუხს დადებს. დიახ, რჩება ეს პრიორიტეტად, დიახ, განახლდა გამოძიება და დიახ, ოჯახს ექნება თავისი საზედამხედველო ბრჭყალებში ფუნქცია იმაზე, თუ რას აკეთებს ხელისუფლება ამ საქმეზე. დაიკითხებიან თუ არა ყოფილი თუ ამჟამინდელი მაღალჩინოსნები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, ამას ალბათ დრო აჩვენოს, თუმცა ერთი საინტერესო მინიშნება გააკეთა დღეს ამ განცხადებასთან ერთად თეა წულუკიანმა. იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ვერც ერთი პოლიტიკური ფიგურის იმუნიტეტი ვერ გახდება იმის საფუძველი, რომ ეს ადამიანები არ დაიკითხონ და მათ ოფიციალურად არ მოსთხოვონ პასუხი იმ ქმედებაზე, რომელთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში და როგორც აღმოჩნდა ოჯახის წევრებსაც ზურაბ ჟვანიასი აქვს გარკვეული კითხვები. მადლობთ მალხაზ ჭკადუა საუბრობდა იმ მოწმეზე, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში გამოიკვეთა. მან გაგვაცნო ასევე თეა წულუკიანის კომენტარი.